ვიცი რა. რა კარგად მეძინა. არც ისე ციოდა აქაო, კაი არა. მეტაროდი შეესრულებენ ბომჟურ ცხოვრებას. ფეხები მტკივა რა. ეს ვისი მანქანა? ნახე სადაყენია. თუ რა ხდება? შეეჯახა ვიღაცა? და დატყვა ხო? ხო, შეჯახებული. ღია? ღია? გია, არა კარგია. გია. დავაკეთ აქ საჭე ვერ დავინახე. აბა, ჩაჯდეთ. დაქოქილია იმედია დაქოქილია. კი, დაქოქილია. აუ, რა კარგია, ჩემი პირველი მანქანა. მაგრამ ეხლა რა უნდა ვქნა? პოლიციამ რო გამაჩეროს, რა უნდა ვქნა? კაი, ეხლა ჯობია რომ ტაქსაობა დავიწყო. კაი. ვახ, დავიღალე. რამდენი ვიტაქსავე? ღამი. აუ, რა კაია, $500 ვიშოვე, $500. ჩემი პირველი ნამდვილი და ბევრი ფული. აუ, ეხლა რა კაია, მშვიდად დავიძინებ. ეხლა რამე სახლი უნდა ვიქირავო. კაი, აბა ეწა ტელეფონში ვნახავ. აი ვიღაცა აქირავებს თვეში $200. კარგი ფასია. გათბობა აქ. ნახევაროთახიანი. აი რა მარტო მე უნდა ვიყო. გათბობა აქ და ტექნიკა, ტელევიზორი და სარიცხი მანქანა მოვა. კაი, ისმენთ დაურეკოთ. ალო ძმა? კი, გინდა? შენ აქირავებ ნახევაროთახიან ბინას? კი, ქირაობა მინდა. 200 იყო. საჩაგირიცხო $150, ხო? კაი, ჩაგირიცხო 51. რომ მითხრა ლოკაცია? კაი, ეხლა მოვალ მანდ. გამომიგზავნდა, აქვე ყოფილა. კაი, აბა წავიდეთ, ნახოთ. თავის საქმეს ასრულებს ის მანქანა. აუ, რა კაია, რომ ვიპოვე, დამტვრეული იყო. და მაგიტომ არ წაიყვანა ფლობერმა. კარგია. აი, აქ არის. ეს ბინაა. გადმოვიდეთ. კაი. რა კაი ბინა ყოფილა, ნახე ეხლა და რა კაი ბინა. ძალიან მომეწონა, 150 ძალიან მაგარი. კაი, ხლა რა უნდა გავაკეთოთ? ვიცი რაც უნდა გავაკეთო. მანქანა უნდა წავიყვანო სადამე ისეთ ადგილას. ჯერ უნდა გავაკეთო. გაკეთება მითხრეს, გავიკითხე და მითხრეს რომ $50 ჯდებაო. ანუ ვარცე ჟეშტის გამკეთებლას უნდა გავაკეთებინა, მეტი არა. აი, აქ არის. გავაკეთა, ნახე რა ლამაზია. ეხლა ხო დამჩა $300. ვიცი რაც უნდა გავაკეთო. ეხლა მე უნდა გავალამაზო რა ეს მანქანა. და ეხლა ვიღაცა ტელეფონში ალბათ იქნება მოვძებნი ვინც ალამაზებს მანქანებს და დაურეკავ. რა ძლივს არ ვიპოვე. ალო ძმა,
შენ ალამაზებ ხო მანქანის კაპოტს და ეგეთ რაღაცებს. კაი, მოვალ. $300 დრისი გაკეთება შემიძლია. აჰა. ანუ პატარა სპოილერის და კაპოტზე რაღაც რომ ჰაერის დამატებიანებელი თუ რაღაცა რა. იგივე ძახი მე. კაი. აბა, მოვალ. ლოკაცია ჩამიგდე და მოვალ ეხლავე. კაი. აი მოვედი და აი ვიკითხე რომ აი აქეთ უნდა შემოხვიდეო. აი აქ. კაი აბა ერთი წამით. ის უკდია ფული. ო. დაიცადე. ლამალა. ლა. ვიკ რამდენი იდება აქ? კაი აბა. ბიჭო $3,000 იდო. აუ რა გამიმართლა. კაი ხა ვითომ მე არ ვიცი. ჩოჩლე მანქანაში დავურეკო, ეჭირო არ აიღონ. აჰა. მოვედი ძმა და ეხლა სად ახარ? დაგიტოვო მანქანა? კარგი. აჰა. ეხლა წავიდეთ სახლში და დავიძინოთ ოღონ ფეხი წავიდეთ, თორე ტაქსი არ მინდა. ჯერ ბიუჯეტურად უნდა ვიცხოვრო. კარგად დამთავრდა, აღარ არის ბომჟური ცხოვრება. გათენდა და აჰა მოვედი და მირეკა იმ მეხანიკმა. აბა ერთი ნახო. როგორია? ოპა. ნახე რა მაგარია კაპოტაზე. უკან სპოილერი წავს $300 რა მაგარია. აუ $300 რა მაგარი გამოვიდა. კაი აბა დავჯდეთ. სულ რატო? სულ მარცხნივ რატო ჯდები? ამავიწყდა რომ იაპონურია ის მანქანა. ისე მოვიწყდება რა. ეხლა სად უნდა გავაფორმო ჩემ სახელზე რა ეს მანქანა რომ პოლიციამ არ ჩამომართვას. რა ლამაზია. ეს მანქანა ისე მე რო გავყიდო ეხლა $7,000 გაიყიდება? რატომაც არა რო. კარგად დადის ძალიან კარგად დადის. აი ეხლა დავდებ მაი აუტოზე და იმედია იყიდიან ვინმე. აუ რა კაია რა. ბომჟი ვიყავი ბომჟი. აუ რა კაია. კაი ეხლა აი ჩემ სახლთან მოვედი. ანდაც აგი მაქვს ინტერნეტი. ვიყიდე. აჰა, შევიდეთ მაი აუტოში და დავდოთ მანქანა. ეს რა მანქანაა? Toyota Yatsy. გონე ეგრე, ხო ეგრე ქვია ეგრე. კაი. აჰა. Toyota Yatsy ჩავწეროთ $7,000. კაი. ეხლა გადმოვიდეთ სურათების გადავუღოთ. გადავუღოთ სურათები ლამაზი. ესე. ოპა, აუ რა კაია. აჰა. ახლა რაღა მინდა. ჩავჯდეთ დავაპარკინგოთ. კარგად არავინ მომპაროს პარკინგ. ამოვციოთ და ჩავკროთ მანქანა. დავკეთოთ.
წავედით ახლა სახლში და დაველოდოთ, როდესაც გაიყიდება ეს მანქანა. და ვიფიქრებ, როგორ ვიშოვებ ფული უფრო მეტი. $3000 დღეს შემიძლია რომ გავუკეთო. ნუ ახლა თუ გაიყიდება ეს მანქანა $10,000 ხდება და უფრო მეტის რაღაცებს გაკეთება შემიძლია.